გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში მიმოვიხილავთ მონაცემთა ანალიზის მარტივ და საბაზისო მიდგომებს. ვიდეო მინდოდა რომ ყოფილიყო სახალისო და ამავდროულად ძალიან საინტერესო, ამიტომაც ვისაუბრებთ საქართველოს ეკონომიკაზე. ამ მიდგომებს გამოვიყენებთ იმისათვის, რათა დავითვალოთ თავიდან რომ ვიბადებოდეთ რა შანსები გვექნებოდა უარეს ან უკეთეს ქვეყანაში გაჩენის. ამავდროულად დავთვლით რამდენი წელი არის საჭირო იმისათვის, რომ მიუახლოვდეთ დასავლეთ ევროპის მოქალაქის ცხოვრების დონეს. საბოლოოდ კი შემოგთავაზებთ შედეგების ანალიზს და ჩემს აზრებს შეაძლო გამოსავალთან მიმართებაში. დავიწყოთ. მას ასე დავიწყოთ მეგობრებო და დავიწყოთ იმის შედარებითი ანალიზით. თავიდან რომ ვიბადებოდეთ, უკეთეს ქვეყანაში დავიბადებოდით თუ უარესში. გიდეაში თავიდან რომ ვიბადებოდეთ კი არა, უпростоრეთ იმის თქმა მინდოდა, რომ უბრალოდ რა შანსები გქონდა, როცა დავიბადეთ მაშინ, მე დავიბადე 1994 წელს, ამიტომაც ამ ყველაფერს გავეკეთებ 1994 წლის მონაცემებით. თქვენ შეგიძლიათ თქვენ როცა დაიბადეთ, იმ წლის მონაცემები აიღოთ და შესაბამისად იმ წლის მონაცემები დაამუშავოთ. ეხლა იმისათვის რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ, ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი არის მონაცემების შეგროვება. როგორ უნდა შევაგროვოთ ეს მონაცემები? მე ვაპირებ რომ გამოვიყენო სოფლიო ბანკის მონაცემები, სოფლიო ბანკის ვებსაიტი, სადაც ძალიან ბევრნაირი მონაცემი არის. აქვე შემიძლია გაგანდოთ კიდევ ერთი საიტი theglobalEconomy.com, რომელზეც არის თითქმის ყველაფერი, ყველანაირი ინდიკატორი ნებისმიერ ქვეყანაზე და ამის მონაცემებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ხოლმე. ასევე ერთი პატარა რაღაც რომ გაჩვენოთ, იმისათვის რომ ეს ცხრილი გადმოიტანოთ Excel-ში, ბევრი აკეთებს ხოლმე ესე, რომ უბრალოდ ამას იღებენ და აკოპირებენ, რაც მერე ცოტა შეიძლება ცუდი ფორმატით ჩაჯდეს, გასუფთავება დასჭირდეს, ბევრი манипуляცია დასჭირდეს, მაგრამ Excel-ს აქვს წინასწარ ჩაშენებული ფუნქცია ამისთვის, რომ ლამაზად გადმოიტანოს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ რომ გადმოწეროთ ეს ბაზა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამ საიტზე არის ხოლმე ფასიანი, მაგრამ უფასოდ ესე ლამაზად რომ გადმოვიტანოთ, უბრალოდ ვაკოპირებთ ამ ლინკს, გადავდივართ Excel-ში, გადავდივართ Data tab-ზე და Get Data from Web. დავაჭერთ აქ. ჩავწერთ links, დავაწვევით OK-ს. შემდეგ Excel-ი მიაკითხავს იმ საიტს და გამოაჩენს შესაძლო ცხრილებს, რომლის გადმოწერაც გვინდა. ეს არის ჩვენი გადმოწერაც გვინდა. ეს მეორე არის ალბათ კი ბატონო ქვეყნების ჩამონათვალი, ჩვენ ამას ავირჩევთ. დავაწვევით loads. და სულ მალე ჩაიტვირთება ძალიან კარგ ფორმატში. აი ეს. ჩვენივრად გამოიყურება. კი ბატონო, ეს მოვიძიოთ მონაცემებს, მაგრამ მე ხლა ეს არ მჭირდება, ამიტომ ამას წავშლი, იმიტომ რომ წინასწარ მაქვს გადმოწერილი ყველა მონაცემი, რომელიც გვჭირდება და მათ ახლა დავანჰაიდებ. კარგი. რა მონაცემებს გამოვიყენებთ? გამოვიყენებთ GDP per capita PPP-ს და არა GDP per capita current US. მოდით რახან ამაზე ვლაპარაკობთ, ძალიან მოკლედ ვიტყვი რა არის რეალურად GDP per capita. წარმოიდგინეთ, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა არის ერთი დიდი მაღაზია, სადაც ყველაფერს ვაკეთებთ და ვყიდით. პურს ვაცხობთ, მანქანებს ვაკეთებთ, ექიმები ხალხს კურნალობენ, მასწავლებლები გვასწავლიან და ასე შემდეგ. თლიანი შიდა პროდუქტი, ანუ GDP არის ყველა იმ ნივთის და მომსახურების თლიანი ღირებულება, რასაც ჩვენი ქვეყანა, ანუ ეს ერთი დიდი მაღაზია, ერთი წლის განმავლობაში აწარმოებს და ყიდის. ანუ ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი ყულაბა. ან წლიური შემოსავალი, ყველაფრისგან, რასაც ვაკეთებ. ახლა როცა ვამბობთ GDP per capita, ეს ნიშნავს, რომ GDP არის გაყოფილი თითოეულ ადამიანზე. რატომ ვიყენებთ GDP per capita PPP-ს? ანუ მოშუპო ერთსულ მოსახელეზე მყიდველობითი უნარის პარიტეტით. Purchasing power parity, ესე იშიფრება ეს აბრევიატურა. ეს არის მოშუპო ერთსულ მოსახლეზე, რომელიც ასწორებს ფასების განსხვავებას სხვადასხვა ქვეყანას შორის. ის ითვლება საერთაშორისო დოლარში, რომელიც რეალური ვალუტა არ არის. ეგ არის ჰიპოთეტური ვალუტა,
რომელსაც აქვს იგივე მსყიდველობითი უნარი ნებისმიერ ქვეყანაში, რაც $100 აქვს შეერთებულ შტატებში. ძირითადი განსხვავება GDP per capita current US dollar-სა და PPP-ს შორის არის ის, რომ current US dollar-ი, ანუ ნომინალური, გვაჩვენებს ეკონომიკის ზომას საბაზრო კურსით, რაც კარგი არის საერთაშორისო ვაჭრობის ან ინვესტიციების შედარებისთვის, მაგრამ PPP გვაჩვენებს რეალურ ცხოვრების დონესა და მსყიდველობით უნარს, იმიტომ რომ ის ასწორებს ფასებს. ასევე გამოვიყენებთ infant mortality rates, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რაც აღნიშნავს ჩვილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ცოტა ნეგატიური ინდიკატორი არის აღსაქმნელად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის მართლა. ვაცლავ შმილი არის ეგეთი წერალი და ეკონომისტი, რომელიც თავის წიგნში Numbers Don't Lie ყვება ამ ინდიკატორის მნიშვნელობაზე და საინტერესოებაზე და მაგიტომაც მეც გადავწყვიტე რომ გამომეყენებინა. რატომ არის ეგეთი კარგი მონაცემი ეგ? იმიტომ რომ არის ქვეყნის ჯანმრთელობის ჯანდაცვის სისტემის ინდიკატორი, ანუ ძალიან კარგად შეგვიძლია მაგით შევაფასოთ ქვეყნის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და ხარისხი, შეგვიძლია შევაფასოთ პრევენციული მედიცინა, სანიტარული პირობები, ანუ სუფთა წყალი. ასევე შეგვიძლია შევადაროთ ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატორი, საჯარო ჯანდაცვა, მოსახლეობის ჯანმრთელობის ზოგადი სურათი, ასევე ის თუ ვინ უფრო მეტ ინვესტიციას დებს მომავალ თაობებში. მოკლედ, ძალიან კომპლექსურ რაღაცებს უსვამს ხაზს და მგონია რომ ძალიან კარგი რაღაცა არის. ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელსაც კომბინაციაში მოვიყვანთ GDP per capita PPP-სთან და შესაბამისად ისე შევაფასებთ ქვეყნებს. პირველ რიგში განსაზღვროთ კარგი და ცუდი ქვეყანა რა არის, დავალაგოთ ყველაზე კარგიდან ყველაზე ცუდისკენ ქვეყნები და ამისათვის გავაკეთოთ ასეთი რაღაც. ავიღოთ სულ ბოლო მონაცემები ქვეყნების, მოდი რომ ავიღოთ სულ ბოლო, ეს არის 2023, ამებს დავაჰაიდებ და უბრალოდ რომ აი result sheet-ზე გადავიტან ყველაფერს. ზოგიერთ ქვეყანას უბრალოდ არ უწერია, მაგრამ არა უშავს. ესეთი ბევრი არ არის. ამას დავარქვათ GDP PPP და ჩვენ უნდა გადმოვიტანოთ ასევე infant mortality rate 2023 წლის მიხედვით. რასაც გადმოვიტანთ VLOOKUP-ით. ამას დავარქვათ infant mortality rate. მორის მიხედვით გავაკეთოთ აი ესე მარტივად, არაფერი განსაკუთრებული. მოდი ვნახოთ ჯორჯია სად არის აქ. კი ბატონო. ჩვენი GDP PPP არის 25,071 საერთაშორისო დოლარი და ჩვენთან ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე გვდება 8. რაც ასევე საკმაოდ მაღალი არის. მოდი რომ ვნახოთ ისე უბრალოდ infant mortality rate-ის მიხედვით ყველა ცოტა აქვს ესტონეთს, სინგაპურს, ფინეთს, იაპონიას, სლოვენიას, ბელარუსს, რატომღაც რაც ცოტა გამიკვირდა სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ დიქტატორული ქვეყანა არის და შეიძლება მაგის გამო დიდად არ უნდა ვენდოთ ამ რიცხვს. ისლანდია, ნორვეგია, ნუ დანარჩენები ყველა არის usual suspects, როგორც იტყვიან. კი ბატონო, ყველაზე დიდი GDP აქვს სინგაპურს, ლუქსემბურგს, ყატარს, ირლანდიას, კი ბატონო. ძალიან მოსალოდნელი ლოგიკური შედეგები არის. კარგი, ეხლა იმისთვის რომ ჩვენ რაღაცნაირად გავასაშუალოთ ეს ორი მონაცემი და ერთმანეთის კომბინაციაში მოვიყვანოთ. ნუ როგორც ხედავთ, ანუ პრობლემა აქ არის ის, რომ აი მაგალითად სინგაპურზე არის $153 და infant mortality rate არის 1.70. ამასთანავე GDP რაც უფრო მაღალია, მით უკეთესია და infant mortality rate რაც უფრო დაბალია, მით უკეთესია, ანუ პირიქითაა. შესაბამისად, ანუ აქ რაღაც ისეთი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოვიყვანოთ ქვეყნის ერთიანი სკორინგი, ანუ რაღაც კოეფიციენტი ამ ორთან ერთად. მოდი გავაკეთოთ ნორმალიზება. და ნორმალიზება რას იზამს? დაალაგებს ამას 0-დან 1-მდე შუალედში.
ნორმალიზაციის ფორმულა არის ასეთი, რომ თვითონ ამ რიცხვს უნდა გამოვაკლოთ მინიმალური მნიშვნელობა ამათი მთლიანად, რომელსაც დავამაგრებთ და რომ არსად არ წავიდეს. და შემდეგ ამ ყველაფერს გავყოფთ მაქსიმალურ მნიშვნელობას გამოკლებული მინიმალური მნიშვნელობა მთელს ჩვენს მონაცემთა ბაზაში. შესაბამისად სინგაპურზე მივიღეთ 1, ანუ ყველაზე კარგი, რაც სწორია. ჩამოვშალოთ და კი ბატონო, ეს ძალიან სწორად არის დალაგებული. ახლა როგორც ხედავთ, სინგაპურს მიანიჭა 1, ლუქსემბურგს 0.99, მაგრამ ნორთ ამერიკას მიანიჭა 0.56, რაც ძალიან კარგ სწორადაც მოიქცა, იმიტომ რომ სინგაპური არის თითქმის ორჯერ უფრო მეტი ვიდრე ნორთ ამერიკა, თლად ორჯერ არა, მაგრამ თითქმის. და ზუსტად აი ამდენით არის დიდი რა. შესაბამისად ეს არის scoring GDP, ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენ რეალურად infant mortality rate-ისთვის და ეხლა უბრალოდ გადმოვაკატავებ ამ მაგრამ ერთი რაღაც არის აქ. როგორც ხედავთ, infant mortality rate რაც უფრო დაბალია, მით უკეთესი არის. და რაც უფრო მაღალია, მით უარესია. შესაბამისად, ამან ეხლა ჩვენ გაგვიკეთა პირიქით. იმისათვის რომ ეს გავასწოროთ, უბრალოდ ერთს უნდა დავაკლოთ, მთელი აი ეს ყველაფერი. და უკვე წამოვიღებთ ყველაფერს პირიქით. აჰა, კი ბატონო. როგორც ხედავთ, ეხლა 1 არის, ანუ ყველაზე კარგი, ანუ სადაც ძალიან კარგი infant mortality rate არის, ანუ ყველაზე ძალიან დაბალი და შესაბამისად ყველაზე მაღალი infant mortality rate-იანი იქნება უფრო ცუდი scoring-ით. Scoring infant mortality. კი ბატონო, მოდი ეხლა ეს ყველაფერი დავასეივოთ value-ებად, გვაქვს უკვე და შეგვიძლია უბრალოდ დავაჯამოთ. Scoring result. დავარქვათ ამას. შეგვიძლია უბრალოდ დავაჯამოთ და ვეცოდინება რომ რაც უფრო მეტი არის, მით უკეთესი არის ქვეყანა. რაც უფრო მეტია scoring-ი, მით უკეთესი არის ქვეყანა. მოდი ახლა დავალაგოთ ეს smallest to largest to smallest-ით. გვაქვს 236 ქვეყანა, პირველ ადგილზე არის სინგაპური, ბოლო ადგილზე არის სომალი. აბსოლუტურად ლოგიკური არის. მოდი ვნახოთ სად არის საქართველო. საქართველო არის 1.07 სკორით 77 ადგილას. კი ბატონო, 78 წერია, მაგრამ 1 არის თვითონ კოლუმნის დასახელება. 236-დან 77 ადგილას არის საქართველო. კარგით. ეხლა ჩვენ გვჭირდება ასევე ამ ყველაფერთან იმის კომბინაციაში მოყვანაც თუ რამდენი იყო მოსახლეობა და რამდენი ადამიანი იბადებოდა 1994 წელს. ამისათვის ჩვენ გვაქვს birth rate 1994 წლის, ანუ 1000 ადამიანზე რამდენი ბავშვი დაიბადა და გვაქვს პოპულაცია. ჩვენ გვინდა 1994 წლის პოპულაცია. შესაბამისად ამ დანარჩენებს წავშლი. ესეც უნდა მივადგათ ველოქაფით. ეგზლიათ x ლოქაფი იხმაროთ ან ნებისმიერი სხვა, უბრალოდ ველოქაფზე ვარ მიჩვეული. ეს არის population 1994. კი ბატონო. და საბოლოოდ რა გამოდის? თუ ამას გავამრავლებთ ამაზე, მივიღებთ და გავყოფთ 1000-ზე ამავდროულად. მივიღებთ რამდენი ბავშვი დაიბადა 1994 წელს. მოდი შევამოწმოთ საქართველოს. საქართველოში დაბადებულა 79485 ბავშვი 94 წელს, მაგ დროს ჩვენი მოსახლეობა იყო 4.8 მილიონი ადამიანი
და birth rate იყო 14.37, ანუ 1000 ადამიანზე 1000 ნებისმიერ ადამიანზე იბადებოდა 14.37 ადამიანი. 69495 ადამიანი დაბადებულა, ამათგან ერთ-ერთი მე ვარ. კი ბატონო, შესაბამისად გვაქვს birth rate in number. ესეც დავაფეისტოთ value-ებად. რათა უკეთესად ვიხმაროთ, ესენი დავაჰაიდოთ და საბოლოოდ ეს ყველაფერი ავიღოთ და გადავიტანოთ აქ. დავთვალოთ ჯამში რამდენი ბავშვი დაიბადა სრულიად 1994 წელს. იყო 1.518 მეტი. და მოდი ახლა განსაზღვროთ რა არის უკეთესი ქვეყნები და რომლებია უარესი ქვეყნები. ვიპოვოთ საქართველო. აი საქართველოს მაღლა რების არის, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დალაგებული გვაქვს largest to smallest-ით, ანუ დიდიდან პატარისკენ კლებადობით. საქართველოს სადაც არის, იმის ზემოთ არის უკეთესი ქვეყნები. იმის ქვემოთ კი არის უარესი ქვეყნები. შესაბამისად, მოდი ამათ მივაწეროთ აქ უკეთესი. დანარჩენებს კი უარესი. ჯამში დაიბადა სოფლიოში ამდენი ბავშვი. უკეთეს ქვეყნებში დაიბადა გვაქვს ეს მონაცემი. მოდი ახლა უბრალოდ ძალიან მარტივად დავთვალოთ შანსი, რაც არის უკეთეს ქვეყნებში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა გაყოფილი ჯამურად სოფლიოში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობაზე. მაგრამ აქ არ გვინდა ჩვენ საქართველოში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობის ჩათვლა, ამიტომ ამას უბრალოდ უნდა გამოვაკლოთ, ან პირდაპირ აი ამას უნდა გამოვაკლოთ საქართველოში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა, ან უბრალოდ დავაჯამოთ ეს და ეს. შესაბამისად, გამოდის, რომ ჩვენ გქონდა მხოლოდ 9.97% იმისათვის, რომ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა. დანარჩენი პროცენტი, ანუ 1 მინუს ეს 90% შემთხვევაში ვიცხოვრობდით უარეს ქვეყანაში. რაც იმას ნიშნავს, რომ თურმე ძალიან გაგვიმართლა. 90%-იანი ალბათობა არის ძალიან დიდი ალბათობა იმისთვის, რომ უარეს ქვეყანაში გავჩენილიყავით. როგორც ჩანს, გაგვიმართლა. თუმცა, რა თქმა უნდა გვინდოდეს ყოველთვის უკეთესი და უკეთესი. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის real GDP growth, ანუ ეკონომიკური ზრდა. მე აქ მაქვს ცხრილი, რომელიც ასახავს ეკონომიკურ ზრდებს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული 2023 წლის ჩათვლით შეგვიძლია ვნახოთ საქართველო, სადაც 90-იანი წლების დასაწყისში იყო სერიოზული რეცესია, მაგრამ შემდეგ დაიწყო გამოსწორება, ეს თუ არ ვცდები არის 95 წელი, კი ბატონო. 95 წლიდან დაიწყო გამოსწორება, იყო ზრდა, აქ ალბათ იყო ომი, ეს იქნება 2009 წელი, რომელიც კი ბატონო 2009 წელია ნამდვილად და გვაქვს აი ესეთი ზრდები. აქ არის, რა თქმა უნდა, კოვიდის რეცესია. მოდი გავაკეთოთ ახლა რა. ავიღოთ რამოდენიმე ქვეყანა და მას შევადაროთ ჩვენი ზრდა. აქ ავიღოთ ჯორჯია, კი ბატონო, ავიღოთ გერმანია, ავიღოთ სომხეთი, ავიღოთ ირლანდია, თურქეთი, და შეგვიძლია კიდევ ავიღოთ რამოდენიმე ქვეყანა, მაგრამ მოდი, გვეყოფა, მეტი აღარ გვინდა.
ეს ყველაფერი გადავიტანოთ სადმე სხვა შიტზე და საბოლოოდ გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ უფრო გქონდეს პროცენტებში და საბოლოოდ მივიღეთ ესეთი ცხრილი, რომელიც ასახავს თლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურ ზრდასზე არის საუბარი და მოდი ვნახოთ საქართველოს წლიური ზრდა, რომელიც ავიღოთ 2000-იანი წლიდან, საშუალოდ არის 5.7%. ავიღოთ, აგერ შეგვიძლია მივაწეროთ average-ები 2000 წლიდან. კი ბატონო, 2000 წლიდან სომხეთის საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 6.3%, გერმანიის არის 1.2%, საქართველოსი 5.7, ირლანდიის 5.3, თურქეთის კი 5.1. ასევე აქვე უნდა ვთქვა, რომ ამას დავაჰაიდებ, აქვე უნდა ვთქვა, რომ ეს საშუალო ზრდა გერმანიის თუ არის 1.2% და ჩვენი 5.7, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ გერმანელებზე უკეთესად ცხოვრობთ აპრიორი, რა თქმა უნდა, ისედაც ცხადი არის. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება გერმანიის 1.2%-იანი ზრდა იყოს გაცილებით დიდი და ალბათ ესეც იქნება, ვიდრე საქართველოსი, ვინაიდან გერმანელებს მაგ დროს ისედაც ძალიან დიდი GDP ჰქონდათ ჩვენთან შედარებით და თუ იზრდება 1000 ლარიდან პირობითად ან 10.000 ლარიდან 1%-ით, იზრდება 100 ლარით, ხოლო 100 ლარიდან თუ იზრდება პირობითად კიდაც 5%-ით, იზრდება 5 ლარით. 100 ლარი რასაკვირველია მეტი არის 5 ლარზე, შესაბამისად ზრდა უფრო მეტია, თუმცა პროცენტულად უფრო ნაკლები. კარგით. ეხლა მოდი ნახოთ, რამდენი წელი დაგჭირდება იმისთვის, რომ მივახციოთ გერმანიის ყოფას. ამისათვის გავაკეთოთ ესეთი რაღაც. მოდი აი აქ დავწეროთ უბრალოდ წელი, აქ დავწეროთ ჯორჯია GDP, აქ დავწეროთ გერმანი GDP. ესეც PPP-ში გავაკეთოთ. და დავწეროთ წლები. 0 წელი იქნება ეხლანდელი, ანუ 2025 წელი და შემდეგ გავზრდით ინკრემენტალურად. გავაკეთოთ მაგალითად 30 წლის, ან პრინციპში გაცილებით მეცეც შეგვიძლია, იმიტომ რომ მგონია დაგჭირდება. 100 წელი ჩამოვწერე. ეხლა არის საქართველოს GDP PPP, შეგვიძლია ვნახოთ აი აქ. ჯორჯია ეს არის 25,000, ხოლო გერმანია არის 68,000. მოდი ვნახოთ current US დოლარებშიც რამდენია. ჩვენთან არის 8283 და ამითიც გავაკეთოთ. ხოლო გერმანიაში არის 53,000 რაღაც. კარგით. აქ შევცვალოთ დავარქვათ current US. ეხლა ვითვლით საშუალო გერმანელის მსყიდველობითი უნარის მისაღწევად, რა დრო დაგჭირდება. შესაბამისად, მოდი დავიწყოთ. ჩვენი საშუალო პროცენტული ზრდა არის 5.7, როგორც უკვე ვთქვით, გერმანელების 1.2. შესაბამისად, აქ უნდა დავწეროთ ამას პლუს ეს გამრავლებული უпростоრეთ 1 პლუს აი ამ პროცენტზე, რომელსაც დავამაგრებთ, რომ არსად არ წავიდეს, რაც ნიშნავს მომავალ წელს რამდენი იქნება საშუალო ზრდით.
და აქ უნდა გავაკეთოთ იგივე გერმანელებზე, x პლუს 1.2, ვინაიდან ისინიც ვითარდებიან ამ ამასობაში და უნდა დავაკვირდეთ უბრალოდ სად იქნება ის გადაკვეთის წერტილი, როცა დაახლოებით გაუთანაბრდებით და ეს ხდება დაახლოებით აქ. ანუ ამ ზრდით 5.7%-იანი ზრდით თუ კი ამას შევინარჩუნებთ და გერმანელები შეინარჩუნებენ თავად 1.2%-იან ზრდას 23 წელს აქედან გაუთანაბრდებით. ანუ ეხლა თუ არის 2025 წელი 2048 წელს ვიცხოვრებთ ისე როგორც გერმანელები იცხოვრებენ მაგ დროს. ეხლა მოდი ამითიც გავაკეთოთ. რაც არის იგივე გასაკეთებელი ფორმულის დონეზე. current US დოლარით, ესეც დავამაგროთ, არ დაგვავიწყდეს. შესაბამისად, აქ უკვე სხვა მოცემულობა არის. ეს უკვე ითვლის სყიდველობით უნარს და ამავდროულად ეს ითვლის ზოგადად gross domestic products დოლარებში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, როცა ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე, ეს ზრდაც გამოთვლილი არის ამის მიხედვით. და შესაბამისად, ეს უფრო სწორი არის რეალურად, რაც სამწუხაროა, რადგან კიდევ უფრო მეტი დრო გვჭირდება. იმისათვის, რომ გერმანიის ყოფას დავეწიოთ, გვჭირდება 43 წელი. ანუ 2068 წელს ვიცხოვრებთ ისე, როგორც იცხოვრებენ გერმანელები. 2068 წელს მე ვიქნები 74 წლის. შესაბამისად, იმედია მაგას მოვესწრები. თუ კი ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაიზრდება და გახდება პირობითად 10%, მოდი ვნახოთ სად ვეწევით. აი უკვე ხედავთ როგორ მოქმედებს. აი აქ უკვე 22 წელს შევძლებთ რომ დავეწიოთ 10% რეალურად არ არის მარტივი მისაღები რიცხვი და 10%-იანი ზრდა 22 წელი ვერ გაგრძელდება ნამდვილად ეს თითქმის პრინციპში შეუძლებელი არის, მაგრამ პირობითად თუ ვიქნებით პირველი 5 წელი რაღაცა 10%-იანი ზრდით, შემდეგი 5 წელი 5%-იანი ზრდით და იმის შემდეგი 5 წელი 2.5%-იანი ზრდით, ასე თუ გავაგრძელებთ, ну ალბათ 22 წელიწადში თუ არა 30 წელიწადში ან 35 წელიწადში მაინც შევძლებთ რომ გერმანიის ყოფას დავეწიოთ. რა თქმა უნდა, სამწუხარო არის ეს ამბავი რომ ამდენი დრო გვჭირდება, მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ზუსტი მეცნიერება, რეალურად ეს არის მათემატიკა და შესაბამისად არ ცდება. ასე რომ თუ ვინმეს გეგონათ რომ გერმანია შეიძლება გავხდეთ რამოდენიმე წელიწადში, მაპატიეთ რომ ეს მოლოდინები დაგიმსხვრიეთ, მაგრამ ნამდვილად ასე იქნება, გერმანია რამოდენიმე წელიწადში ვერ გავხდებით, ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა არის საჭირო და რა უნდა გავაკეთოთ? მოდი ახლა მაგაზეც ვისაუბროთ, რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, რათა ჩვენი პროცენტული ზრდა დაუბუსტოთ, უფრო ავამაღლოთ. ბევრ ადამიანს ჯერა რომ რაიმე კონკრეტული ერთი სექტორის განვითარება გვიშველის. არის ესეთი მითები, რომ მაგალითად ან ტურიზმი გვიშველის, ან სოფლის მეურნეობა გადაგვარჩენს, ან რაიმე ან მაგალითად წარმოება. ეს არის მითი და მოდი ვისაუბროთ თუ რატომ არის ესენი მითი. პირობითად გასულ წელს საქართველოში 7.1 მილიონი ვიზიტორი ყავდა და ამასთან კომბინაციაში ტურიზმის კონტრიბუცია მშპ-ში იყო 9.3%. ანუ წილი მთელ GDP-ში იყო 9.3%. იმისთვის რომ ქვეყანა რაღაცით ცხოვრობდეს, ან კონკრეტულად ერთი სექტორით, ან ამ შემთხვევაში ტურიზმით, მშპ-ში ამ რაღაცას, ანუ ტურიზმს უნდა ქონდეს გაცილებით დიდი წილი, ვიდრე არის 9.3%. მაგალითად, მაკაო არის ნამდვილად ტურისტული ქვეყანა.
მათ GDP-ში ტურიზმის წილი არის 72%. ჩვენ რომ ამდენი გქონდეს საქართველოში არა პირდაპირი პროპორციით, თუმცა როგორც ითვლება ისე, დაახლოებით უნდა შემოვიდეს 210-250 მილიონი ტურისტი ერთ წელიწადში. ეხლა ეს 250 მილიონი პატარა რიცხვია, დიდი რიცხვი არის თუ როგორი რიცხვი არის? თითქოს დიდად კი ჩანს და ჟღერს, მაგრამ იქნებ არ არის ამდენად დიდი, იქნებ ცოტაც კი არის. სამწუხაროდ არ არის ცოტა ძალიან დიდი რიცხვი არის, იმიტომ რომ გერმანიაში მაგალითად ყოველ წელს შედის 38 მილიონი ვიზიტორი, იტალიაში დაახლოებით 95 მილიონი, საფრანგეთში 90 მილიონი, ესპანეთში 83 მილიონი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, გერმანიაში ტურიზმის წილი მშპ-ში არის 0.6%. იტალიაში 2%-იც არის, საფრანგეთში 2.5%-ზე ცოტათი მეტი არის. ანუ ესე იგი გამოდის ის, რომ ჩვენთან უნდა შემოვიდეს საქართველოში ერთ წელიწადში დაახლოებით იმდენივე ვიზიტორი, რამდენიც შედის დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებში ერთად. ეს არის შეუძლებელი, შესაბამისად დასკვნა არის ძალიან მარტივად ის, რომ ტურიზმი ვერ გადაგვარჩენს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი დამატება არის ეკონომიკისთვის, მაგრამ ხსნა ეს ვერ იქნება. მოდი ახლა ძალიან მოკლედ სოფლის მეურნეობაზე ვისაუბროთ. სოფლის მეურნეობა საქართველოში არის ძალიან არაეფექტური. ამ სფეროში მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის დასაქმებული. ერთ გლეხზე მოდის საშუალოდ 1 ჰექტარი მიწა და საშუალოდ სხვა სექტორებთან შედარებით სოფლის მეურნეობა არის დაახლოებით 8-ჯერ არაეფექტური. მშპ-ში მის წილი არის დაახლოებით 10%. სოფლის მეურნეობა ეფექტური არის მაშინ, როცა ერთ გლეხზე მოდის დიდი მიწა. მაგალითად, კანადაში არის სოფლის მეურნეობა ეფექტური, იმიტომ რომ ერთ ფერმერზე საშუალოდ 315 ჰექტარი მიწა მოდის. აქ შინაარსი არის ის, რომ თუ ამუშავებ 1 ჰექტარს, გექნება 1 ჰექტარის შემოსავალი. თუ ამუშავებ 300 ჰექტარს, გექნება 300-ჯერ მეტი. 1 ჰექტარის დამუშავება გლეხს ვერ გამდიდრებს და ვერც საკმარის სარჩოს შეუქმნის. ამასთან, იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, მისი ეკონომიკა მუდმივად უნდა იზრდებოდეს. სოფლის მეურნეობის შემთხვევაში ადამიანები ყოველ წელს დაახლოებით იმდენს ჭამენ, რამდენსაც შარშან ჭამდნენ. სურსათზე მოთხოვნის ზრდა შესაძლებელია შობადობის გაზრდით, გრძელვადიან პერიოდში. ან უცხოელი იმიგრანტებით, მოკლებადიან პერიოდში. უცხოელი იმიგრანტები რამდენი უნდა შემოვიდნენ, ნამდვილად არ ვიცი. და შობადობას კი ჯერჯერობით აქვს ნეგატიური კოეფიციენტი საქართველოში და შესაბამისად იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობამ ეხლა გაგვამდიდროს, არის მხოლოდ და მხოლოდ ორი ვარიანტი. ან ახალი მიწები უნდა დავიპყროთ, ან გლეხთა რაოდენობა უნდა შემცირდეს, ანუ ისინი უფრო სხვა, უფრო ეფექტურ სექტორებში უნდა დასაქმდნენ, როგორც თქვი, 8-ჯერ უფრო ეფექტურ სექტორებში შეიძლება რომ დასაქმდნენ. და შესაბამისად, თუ სხვა სექტორებში დასაქმდებიან, თავიანთი მიწები სხვა გლეხებს უნდა მიყიდონ. რითაც ის სხვა გლეხებიც იხეირებენ, იმიტომ რომ უკვე ეფექტურები შეიძლებათ რომ გახდნენ და ესენიც იხეირებენ, იმიტომ რომ უფრო ეფექტურ პირობებში და სექტორებში შეძლებენ მუშაობას. სხვა ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ვერ დავიპყრობთ, შესაბამისად, მხოლოდ ეს არის გამოსავალი. მაგ შემთხვევაში, მაგრამ ეგეც არის უბრალოდ მნიშვნელოვანი დამატება, ვერანაირად ვერ გადაგვარჩენს სოფლის მეურნეობა. მით უმეტეს იმის ხარჯზე, რომ ეგრე ძლიერად არ იზრდება, როგორც უკვე აღვნიშნე. მესამე მითი არის, რომ წარმოება გადაარჩენს საქართველოს, რაც ასევე მითი არის და ასევე ტყუილი არის, იმიტომ რომ საქართველოს ფაბრიკებში არის დაახლოებით 130,000 ადამიანამდე დასახლებული, GDP-ში წარმოების წილი არის 10%, გამოშვებული პროდუქციის ღირებულება არის დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი და შედარებისთვის გერმანიაში მხოლოდ ტექსტილის წარმოების შემოსავალი არის 7 მილიარდი ევრო და მაგაზე ცოტა უფრო მეტიც. იმისთვის, რომ მხოლოდ ამ სექტორით მირჩინოთ თავი, მთელი ქვეყანა ქარხნებში უნდა დავსაქმდეთ და ეგეც ალბათ არ გვეყოფა. ვერ გადაგვარჩენს ვერც ღვინო,
რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დამატება არის ჩვენი ეკონომიკისთვის, მაგრამ მხოლოდ ღვინის წარმოება, რა თქმა უნდა, ვერ გვიშველის. მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აწარმოებს იმდენ ღვინოს, რომ მსოფლიოში რა ღვინოც ისმება ყოველ წელს, მაქედან 13% მოდის სამხრეთ აფრიკულ ღვინოზე. ჩვენი ეს ნაწილი არის ძალიან პატარა, 1%-ზე გაცილებით პატარა არის. შესაბამისად, არ ვიცი, შეხედეთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, რომელიც ჩვენზე მდიდარი არის ნამდვილად, მაგრამ იმდენად მდიდარი არ არის, რომ ვთქვათ, რომ არის რაღაც აშენებული ქვეყანა, ძალიან წარმატებული და ასე შემდეგ. მით უმეტეს, როცა მაგათი ღვინის წარმოება მაგათ GDP-ში არ აჭარბებს 10%-ს. ჩვენ მიწაზე არ მოიპოვება არც ნავთობი, არც ოქროები დიდძალი, არც რაიმე სხვა საგანძური და შესაბამისად არაფერი ისეთი არ გვაქვს, რითაც აი ესე შეიძლება უბრალოდ ფეხზე გადადებულები გამდიდრდეთ, როგორც იტყვიან. მაგრამ ეს არ არის ტრაგედია. აი მაგალითად, ჩეხეთსაც არ აქვს არაფერი. ჩეხეთს არ აქვს არც ნავთობი, არც სხვა ბუნებრივი რესურსები, არც ალმასები, არც ოქრო, მაგრამ საშუალო ჩეხი არის ჩვენზე 5-ჯერ მდიდარი. რითი გამდიდრდა ჩეხეთი? ჩეხეთი გამდიდრდა რეალურად ყველა ამ სექტორით ერთად. ეს არის ალბათ გამოსავალი ჩემი აზრით, რომ ყველა ეს სექტორი ავამუშავოთ ერთად. მაღალ ტექნოლოგიური წარმოება, განვითარებულ ეკონომიკებთან ინტეგრაცია და შესაბამისად ამას მოაქვს ყველაფერს ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ეს არის ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ადამიანურ კაპიტალში ინვესტირება, უწყვეტი სწავლა, გადამზადება, STEM მეცნიერებებზე ძირითადი აქცენტი, როგორიც არის ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა და ასე შემდეგ. ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ინვესტიციების მოზიდვა არის უმთავრესი კომპონენტი. ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც არის სატრანსპორტო ქსელის განვითარება, რეალურად ეს არის გზები, რკინიგზა, პორტები, აეროპორტები, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ინოვაცია, ტექნოლოგიების განვითარება, სექტორული განვითარება და დივერსიფიკაცია და საბოლოოდ ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა. კაცრი მონეტარული პოლიტიკა არის საქართველოსთვის ის, რაც ამ წუთას ძალიან მჭირდება. რაც ნიშნავს ჯანსაღ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ეს არის დაბალი ინფლაცია, სტაბილური კურსი, გონივრული საბიუჯეტო პოლიტიკა ინვესტორებისთვის, რაც ნდობას შექმნის და ხელს შეუწყობს გრძელვადიან დაგეგმვას და შესაბამისად აი ესე შეგვიძლია რომ უფრო განვითარდეთ და რაღაც 5.7%-დან, რომელიც აქ რეალურად ეწერა, ეს რიცხვი გადავაკეთოთ 10-12%-მდე ან უფრო მეტამდე. აი ესე შეიძლება გაგვიმართლოს. სხვა შემთხვევაში ალბათ არა. სულ ეს იყო, ძალიან დიდი მადლობა, ამაზე მინდოდა რომ ესაუბრა, იმედია საინტერესო იყო, იმედია მოგეწონებათ ვიდეო, თუ მოგეწონათ დააჭირეთ მოწონების ღილაკს, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ძალიან დიდი მადლობა. შემდეგ ვიდეომდე გამშვიდობებით.